ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქალბატონებო და ბატონებო, მშვიდობა თქვენდა. განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. პოეტი ზოგჯერ ერთი მწყარია, ყაყაჩოსავით ცხელი სტრიქონი. წერდა ჩემი თაობის გამორჩეული პოეტი და ჟურნალისტი ლაშა გახარია. ქართველებს ყავს ქართული ლიტერატურის კლასიკოსი დანიელ ჭონქაძე. ერთი მოთხრობა რომ გვაქვს, მხოლოდ მისი და მაინც თელმა საქართველომ იცის და ამაყობს სურამის ციხის ამბით. წელს 18 მარტს დაბადებიდან 195 წელი შეუსრულდა დანიელ ჭონქაძეს. მოახლოებული 16 ივნისი კი მისი გარდაცვალების თარიღია. დღეს გადაცემაში სტუმრად გვყავს ჩემი საამაყო სტუდენტი, უკვე ახალი საუკუნის დასაწყისის პერიოდის სტუდენტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ესეისტი, პედაგოგი, მკვლევარი და სხვა უამრავი პროფესიისა თუ ჰობის თუ გატაცების მქონე უნიჭიერესი ახალგაზრდა მიხეილ ჭონქაძე. მოგესალმებით, მიხეილ, მოხარული ვარ თქვენი სტუმრობისა და გადაცემაში მონაწილეობის გამო. მოგესალმებით, ქალბატონი დიანა, მივესალმებით ჩვენს ვირფას ტელემაყურებელს. წლების წინ ჩემ საკმაოდ არაორდინალურ ნიჭიერ სტუდენტს ლექციაზე ნახევრად ხუმრობით ვუთხარი. ნამდვილად გმართებს დანიელ ჭონქაძეზე გამოკვლევის დაწერა. ჯერ ერთი და ჭონქაძე ბრძანდები. უნიჭიერესი ხარ, კალამი გიჭრის და კვლევის უნარიც გაგაჩნია მეთქი. როგორც ჩანს, დამიჯერა და დღეს ხელთ გვაქვს მისი ნაშრომი დანიელ ჭონქაძის ცხოვრება და შემოქმედება. დანიელ ჭონქაძის ცხოვრება და შემოქმედება. ამ წიგნის უკვე მეორე გამოცემა, იმდენად მოთხოვნა იყო მასზე მაღალი, 2-3 წლის განმავლობაში უკვე მეორედ გამოიცა. რა თქმა უნდა, მეამაყები ჩემო მიხეილ. შენთვის რას ნიშნავს ეს წიგნი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით მოწვევისათვის. მივესალმებით ჩვენს ვირფას ტელემაყურებელს და რას ნიშნავს ეს წიგნი ჩემთვის. ეს წიგნი ნიშნავს ჩემთვის ძალიან ლოგიკურ, ძალიან ბუნებრივ შედეგს იმისას, რასაც მიზეზი უნდა ჩემს ადრეულ ბავშვობაში და ჩემს გენეტიკაში მოუძებნოთ. მე დავიბადე და გავიზარდე იმ სოფელში, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დანიელ ჭონქაძე. დავიბადე და გავიზარდე იმ ეზოში და მისი ყოველი მემორიალური ნივთი ეს იყო ჩემი ბავშვობის ყოველდღიურობა და ფიქრი მასზე მე წინაპრებიდან მომდევს და განსაკუთრებულად რომ მიყვარდეს, გასაკვირი ალბათ არც იქნებოდა. თქვენ ეს კარგად გახსოვთ, ქალბატონო დიანა, როდესაც ჩვენ გქონდა ჩვენი ძვირფასი ლექციები, მე არაერთხელ მითხარით მაშინ რომ უნდა იფიქროთ ამ წიგნზე, უნდა იფიქროთ და ალბათ ეს ფიქრი თავის ჟამს ეძიებდა. ამ წიგნმა ფაქტობრივად ჩემი სურვილი მნიშვნელობით აღასრულა, რომ მე მინდოდა რომ დანიელ ჭონქაძეზე თუნდაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, აი თანამედროვე საქართველოში ყოფილიყო ერთი იმგვარი გამოცემა, სადაც ბევრი ისეთი დეტალი გაცხადდებოდა, რაც მანამდე შეიძლებოდა არ ყოფილიყო ცნობილი იყო. დიახ, არ ყოფილიყო ცნობილი მკითხველისთვის და მადლობა ღმერთს რომ ეს მოხერხდა და აი აქ ბევრი ისეთი ფაქტი შეიძლება იხილოს მკითხველმა, რაც მისთვის ახალი და მნიშვნელოვანი იქნება. დავიწყოთ იმით, რომ წიგნი გაიხსნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას ციტატით და ეს წერილი კარგ ხანს უცნობი იყო და იმ პერიოდში მოგეხსენებათ დანიელ ჭონქაძის პოპულარიზება მაინც საბჭოთა პერიოდს ემთხვევა და მაშინ იყო პოპულარული. აი ამგვარი და ამნაირი პიროვნებების, როგორც კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია გახლდათ, მათი ნააზრევი ნაკლებად იყო ხოლმე წინ წამოწეული. საინტერესო გასაკვირველია, რადგანაც ხსენებაც კი არა თუ მათი ჯერ მოგეხსენებათ რომ საბჭოთა კრიტიკა და ლიტერატურა დასაწყის წლებში თავიდან მაინც თავგამოდებით ცდილობდა რომ განედევნა
ღმერთი ლიტერატურიდან და თუკი აი რაღაცას ისეცას შეატყობდა რომ აქეთ წავიდოდა მკითხველის გული და ფიქრი ამას აუცილებლად ალბათ მოაცილებდა. ამ წიგნში მნიშვნელოვანი მომენტი არის ისიც რომ პირველად ყურადღება გამახვილდება დანიელის ერთადერთ შვილზე გიორგი ჭონქაძეზე რომელიც იყო ძალიან საინტერესო პიროვნება ახალჩინოსან იმ პერიოდის საქართველოში მაზრის უფროსის თანაშემწე რუსეთის მაზრისა და ბევრი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იქ და ბევრი საინტერესო საქმის წამომწყები. თუმცა აი სწორედ ის ფაქტი რომ ის გახლდათ მაღალჩინოსანი ეგრეთ წოდებული მეფის რუსეთის დროს მათთვის მიუღებელი იყო და ფაქტობრივად სახელისა და გვარის დონეზე იყო დარჩენილი ინფორმაცია შვილთან მიმართებით. ფოტოები, მისი ბიოგრაფია, რომელიც მე მოვიძიე მაშინდელ პრესაში, აი ეს ყველაფერი გახდა საიმისოდ საკმარისი რომ ერთი პატარა თავი მასაც დასთმობოდა აი ამ წიგნში. ბევრი ფოტო რომელიც თითქმის უცნობი იყო და მე აი მუზეუმშიც კი ჩვენთან რომელიც არის დანიელ ჭონქაძის მუზეუმი ჩემს სოფელში იქაც არასოდეს ყოფილა გამოვიდა დის სინათლეზე ეს თუნდაც ავიღოთ ცნობილი კილო გუდიაშვილისა დანიელის ვორონცოვის ხიდიდან გადაგდევის ცდელობა რომელიც მწერლის დაბადებიდან 100 წლის თავს მიუძღვნა და ეს ლიტერატურის მუზეუმის დიახ ერთ-ერთი პირველი დისიდენტი იყო მხატვრობაში. ლიტერატურის მუზეუმში და მის არქივში არის შემონახული იკონოგრაფიულ განყოფილებაში. ნუ ზოგადად გულისწვეტა მოდიოდა ჩემი იქედან რომ ხშირად მესმის ხოლმე დანიელთან მიმართებით ასეთი ფრაზა რომ უსამართლოდ მივიწყებული მწერალი და სულ მინდოდა რომ აი ამ ფრაზას დაესრულებინა არსებობა და შეიძლება სრულად ვერ შევძელით მაგრამ დიდი ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა და აი ბოლო წლების განმავლობაში როგორც კი საამისოდ დრო მომეცა და ალბათ ინება ღმერთმა სოციალური ქსელით სხვადასხვა გამოცემაში ცალკე ამ წიგნად გამოცემაში რადიო სივრცეში გაჟღერდა და ახლა დღევანდელი თქვენი გადაცემაც ამის ერთ-ერთი ძალიან კეთილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ საქმეში რომ საბოლოოდ შევეშვათ იმას რომ მივივიწყოთ ხოლმე და ეს იმის ფუფუნება არ გვაქვს არ უნდა მივივიწყოთ ასეთი სახელები ქართველებმა და მადლობა შენ რომ სწორედ დავიწყებისგან დიახ ნუ დანიელ ჭონქაძე შეიძლება ბევრმა განსაკუთრებულად აი მომდევნო ჩვენი თაობის და უფრო კიდევ უმცროსმა თაობამ ისე არ იცოდეს როგორც საჭიროა და როგორც სასურველი იქნება რადგანაც ის სკოლაში აღარ შეისწავლება კარგად სამწუხაროდ აი საბჭოთა პერიოდში ჩვენ სწავლობდით დიდი სიყვარულით ენთუზიაზმით დიახ გაუგებარია ზოგჯერ ასეთი რაღაცები რომ ხდება დღეს მრავალი ათეული წლის წინ ჯერ კიდევ აი რეფორმებმა გადაიყოლა სურამის ციკლი. ეგრეთ წოდებულმა აბედითმა რეფორმამ, როგორც ბევრი კარგი რამ გადაიყოლა, ჩემო მიხეილ და ალბათ ამასაც უნდა ეშველოს სწორედ აი შენი ამ ხამოდენა შრომით, ღვაწლით ისევ გამომზეურებით ამ დიდი სახელით, დიდი მამულიშვილის სახელითა და მისი აი სურამის ციხე იყო ერთ-ერთი კედელი ჩვენი სიამაყის რწმენის იმ შაუბნელი საბჭოთა რეჟიმის დროს და დღეს რა თქმა უნდა ამის ფუფუნება არ უნდა დაუკარგოთ და თქვენ სწორედ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგით ამისკენ და რა მინდა ვთქვა რომ აი თქვენი სტუდენტობის წლებში საინტერესოა ის არის რომ არ ვიცოდი რომ აი შენი ეზოში სადაც როგორც თქვით არის დანიელ ჭონქაძის მუზეუმი შენი ბავშვობის ეზოში იქ არის ერთი ძალიან შთამბეჭდავი ფოტო გოდება სურამის ციხესთან და აი შენ გაქვს თურმე აი ეს დახატი ეს სურათი შენ ბავშვობიდან შთაგაგონებდა ბავშვობიდან ზემოქმედებდა შენზე და მე ეს Facebook-ის გვერდიდან შენი გვერდიდან შევიტყვე როგორც ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაცია სადაც თავად ხართ ამ ნახატთან გადაღებული და იქვე წერთ და ნება მომეცი წავიკითხო ეს მინაწერი ადრეული ბავშვობიდანვე გიყვართ და მიუხედავად იმისა რომ წლები წავიდა მოთხრობაზე ფიქრსა თუ ძიებაში თქვენთვის მაინც ეს რჩება სევდიან მაგრამ შეუცვლელ კადრად ვერ შეიცვალა, ვერ გაიცრიცა, ვერასდროს დათმობთ. უთუოდ ეს იყო უმთავრესი ინსპირაცია მონოგრაფიის შექმნისა. იმიტომ რომ
რაც ერთხელ ცხოვლაცულს დააჩნდების რომ მიტყვიან ეს ქვეცნობიერში უთუთ მოდიოდა და ეხა მარტო ჩემი შეძახილი ვერაფერს იზავდა რომ იქ ნოყიერი ნიადაგი ამას არ დახვედროდა. დიახ, ახლა ვახსენე მე ადრეული ბავშვობა და ეს სურათი რომელიც მის მუზეუმში არის განთავსებული ტოროტაძის ნახატი გახლავთ და დღესაც როდესაც ყურს მოვკრავ აი ამ ორ სიტყვას ერთად სურამის ციხე ჩემთვის სტერეოტიპულად ამოტიტილდება გოდება სურამის ციხესთან. საოცარი ნახატი არის, ეს არის მთელი ტკივილის გამომსახველი და აი ის ბავშვობისეული კადრი ვერიც. ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარს რა გასაკვირი არის და ამაზე მოგახსენებდით სოციალურ ქსელშიც. ზოგადად წეხანდელს მიუბრუნდები ქალბატონო დიანა თქვენი ნებართვით მე მინდა ფაქტობრივად იმათთვის თქვა ვისთვისაც ცოტა უცნობია დანიელ ჭონქაძის სახელი და შესახსენებლად მათთვის ვისთვისაც ძალიან ნაცნობი არის და მივიწყებულია მიზეზთა გამო რომ დანიელ ჭონქაძე ეს იყო სულ 30 წლის როდესაც გარდაიცვალა და 30 წლის განმავლობაში მან ბევრი რამ შეძლო. და სანამ ამას ვიტყოდე, ბარემ თქვა ისიც რომ დედაქალაქის უმშვენიერეს უბანს ამშვენებს მისი ქუჩა უკვე საუკუნეა, მისი საფლავი შემორჩენილია ვერისბახში, მისი სახლ-მუზეუმი გახლავთ დუშეთში, სოფელ ყვავილში და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და დაბაში წერლის სახელობის ქუჩა არის და ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი რომ არაფერი ვიცოდეთ მის შესახებ. სულ რამდენიმე ფაქტს მაინც ისედაც ნიშანდობლივს ვიტყოდი. დანიელ ჭონქაძე 30 წელს იცოცხლა, ის გახლდათ ერთადერთი შემორჩენილი ნაწარმოების სურამის ციხის ავტორი, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთი ნაწარმოები ჰქონდა, ის მოგვიანებით დაწვეს, რადგანაც წერალს ჰქონდა უკურნებელი სცენი ჭლექი, ტუბერკულოზი, როგორც მაშინ იმ პერიოდისთვის განაჩენი იყო, მოგეხსენებათ და შემდეგ დაუწვავთ ეს ნაწერები როგორც ჩანს, რადგანაც ეშინოდათ რომ არ გავრცელებულიყო ეს დაავადება. ამდენად მხოლოდ ჟურნალმა ცისკარმა შემოგვინახა, ერთადერთი მისი სიცოცხლეშივე დაიბეჭდა 1859 წლის მე-12 ნომერსა და 1860 წლის პირველივე ნომერში ორ ნაწილად დაიბეჭდა, ეს ივანე კერესელიძის პერიოდის ცისკარი გახლავთ და ამან შემოგვინახა მისი ერთადერთი მოთხრობა. თუმცა დანიელი გვევლინება როგორც შესანიშნავი მცოდნე ოსური ფოლკლორისა, მან ბევრი წელი ბავშვობისა და შემდეგ მასულკაცობისა გაატარა სწორედ ოსეთში, ის მუშაობდა ფოლკლორულ მასალებზე, მხოლოდ 123 ანდაზა აქვს ნათარგმნი და ამის გარდა კიდევ ნათარგმნი აქვს კურთხევანი ბასილი დიდის წირვა, რომელსაც დღესაც იყენებს ოსურიდან ქართულად. ოსურიდან რუსულადაც თარგმნი და ამაზეც მოგახსენებთ და მან საიმპერიო კარის დავალებით მიიღო, საიმპერიო კარი ავალებს რომ საიმპერიო აკადემია უკაცრავად ავალებს რომ რუსულ-ოსური ლექსიკონი შეადგინოს, იწყებს თელი მონდომებით, ოღონდაც ჯანმრთელობა და თავისი მდგომარეობა ამას აღარ აცნის და რამოდენიმე ასოზე გაჩერდა მისი ეს ლექსიკონი. ის გახლდათ ამავე დროს უწმინდესი სინოდის მაგიდის გამგე, სტოლნაჩალნიკს ეძახდნენ იმ პერიოდისთვის და ძალიან ბევრს მუშაობს თვითგანვითარებისთვის, ძალიან ბევრს მუშაობს თუნდაც იმისთვის, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც ის ასწავლის, სახელმძღვანელოების პრობლემა გადაწყვიტოს, არაერთ პატაკს ხვდებით, არაერთ განცხადებას ხვდებით სემინარიის ხელმძღვანელობის სახელზე დანიელი წუხს, რომ საფუძვლიანი განათლება უნდა მისცეს თავის მოსწავლეებს და ალბათ ბევრისთვის სასიამოვნო იქნება იმის გაგება ან შეხსენება, რომ სასულიერო სემინარიაში მასწავლებლობისას იგი პედაგოგი მასწავლებელი გახლდათ იაკობ გოგებაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის აქვს საოცარი მოგონებები დანიელთან დაკავშირებით. მეტად სიმპათიური ხასიათის ქართველი იყო, ასეთ ძანებს იაკობ გოგებაშვილი. ჩვენ ფროცლად აბაზე გვექნება ბედნიერება ვისაუბროთ მომავალ წელს დედაენის 150 წლის თავისადმი მიძღვნილ ჩვენივე გადაცემაში, ასე რომ წინასწარმოწვეული ბრძანდებით ბატონო მიხეილ და დიდი მადლობა წინასწარ და ჩვენი შემდეგი საკითხი გიორგი ლეონიძე, რომელიც იმჟამად წერალთა მუზეუმს განაგებდა, ხელმძღვანელობდა, ლაბის საუკუნის
წინ ჯერ კიდევ 1931 წელს წერდა, რომ აღმოჩენილია დანიელ ჭონქაძის საგვარეულო არქივი, რომელშიც დაცულია 400 ცალამდე საბუთი. ეს ძვირფასი მასალა გვირკვევს როგორც ჭონქაძეების, ისე არაგვის ხეობის გლეხთა ეკონომიურ მდგომარეობასო. ამ არქივის თაობაზე რას გვეტყვით? ხომ არ იცით დღეს რა მდგომარეობაშია და თქვენ რამდენად გამოგადგათ, იგი რამდენად ხელმისაწვდომია კვლევარისთვის, რომ გამოიყენოს ეს დიდარი მასალა, უმდიდრესი მასალა ამის შესახებ თუ შეიძლება. საინტერესოა ქალბატონო დიანა, რომ ერთი ასეთი ფაქტით მინდა დავიწყო ეს ამბავი. ძალიან საინტერესო თემაა ეს მომენტი. როდესაც ფილიპე მახარაძე მუშაობდა თავის ცნობილ ნაწარმოებზე დანიელ ჭონქაძე და მისი დრო, რომელიც განხილვასაც აქ არ შევუდგები, მას ჰქონდა თავისი ძალიან დიდი მინუსებიც და ამისთვის არ ვამბობა ამას. უბრალოდ იქ შენიშნავს, რომ როდესაც მუშაობდი დანიელის ბიოგრაფიაზე, მის შვილს მიუმართეო, მისი შვილი თანამდებობის პირი გახდა დუშეთის მაზრის უფროსის თანაშემწე გიორგი ჭონქაძე და ვთხოვე თუ კი რამ იყო დარჩენილი მამისეული შემორჩენილი, მოეცა ჩემთვის რომ ამ ნაშრომზე ვემუშავაო და გიორგიმ უარით გამომისტუმრა, არაფერია შემორჩენილიო. ნიჭიერი კაცი ყოფილა და წინგახედული გიორგი ჭონქაძე, რომ მას არ გადასცა ის მასალები და გაივლის ამის შემდეგ სულ რაღაც ალბათ 30 წელიწადი გიორგი უკვე აღარ არის, ის 1915 წელს გარდაიცვალა და როდესაც 1930 წელს წერალთა მუზეუმის ხელმძღვანელობს გოგლა გიორგი ლეონიძე, ის აგზავნის მუზეუმის ექსპედიცია ყვავილში. მას იქ დახვდება დანიელის მოხუცი რძალი, გიორგის მეუღლე, რომელიც უშურველად გადასცემს დაახლოებით 400 ცალ საბუთს ისტორიულს, გარდა მემორიალური ნივთებისა, გარდა ფოტომასალისა. და აი ეს მასალები დღეს მთლიანად დაცული გახლავთ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში და აი ამ სახელმწიფო მუზეუმში ხელნაწერთა აღწერილობის პირველი ტომი თითქმის მთლიანად ეძღვნება ჭონქაძეთა არქივს. და საოცარი მასალებია. აქ არის დანიელის წინაპრები გახდნენ სასულიერო პირები, მისი პაპა გახდათ ვახტანგ ალმასხან ბატონიშვილის მოძღვარი, კარის დეკანოზი და ძალიან ესეთი ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმოწერა გახლავთ. საკომლოსიები, საეკლესიო ჩანაწერები, ოფიციალური მიმოწერა. თქვენ წარმოიდგინეთ, დანიელის ერთ-ერთი ბიძა თვითონ იმპერატორსაც წერს წერილს მაშინ და აი ეს მიმოწერა დაცული გახლავთ. წილკნარ მთავრებთან, წმინდანად შერაცხული, მათ შორის დოსითეოს ქუთათელთან, ასევე ეს სოფელი ყვავილი არაგვის საერისთავოს ეკუთვნოდა და მაშინ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რასაც სასულიერო პირები შემოინახავდნენ. და 400 საბუთი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საბუთი, რაც ფაქტობრივად გიორგი ლეონიძემ გადაარჩინა და გადაარჩინებით, რომ ის მუზეუმს შემატა და შესწირა. დიდი მკვლევარიც იყო გარდა იმისა, რომ კლასიკოსი პოეტი, ასე რომ აი ამ მასალებმა შემოინახეს ისტორია აგრეთვე დანიელ ჭონქაძის წინაპრების და მათი ურთიერთობისა სამეფო კართან. მინდა იმაზეც ვისაუბროთ, რომ თქვენ კვლევით საქმიანობას მე შემთხვევით არ მithქვავს, ჯერ კიდე სტუდენტობის დროს კვლევის უნარითად დაგაჯილდოვა უფალმათქო. დღემდე აგრძელებთ ამ კვლევით საქმიანობას და ეს არ არის შემთხვევითი ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებით და საოცრად საინტერესო გაკვეთილებს უტარებთ ახალგაზრდებსაც. მე როგორც ვიცი, ძველ ქართულ ლიტერატურას ასწავლით, ძალზე იმდენად რომ შეაყვარეთ ეს ურთულესი სფერო და სასაცილოა იმაზე რაღაცა ეგრეთ წოდებული დისკუსია ბჭყალებში რომ უნდა ვასწავლოთ თუ არ უნდა ვასწავლოთ ჩვენი საგანძური ახალ თაობას. მე ძალიან მიხარია რომ სწორედ თქვენ ამას აკეთებთ და დიდი სიყვარულით ამას ასწავლით და ისინიც დიდი ინტერესი ჩენენ ამის. აი ამის შესახებ მინდა რომ მით უმეტეს რომ თქვენი კვლევები ხშირად იბეჭდება ქართულ გამოცემებში, სოლიდური სტატიებია და ეს ყველაფერი მიდის მე ახალგაზრდობის გონებამდე, მათ ემოციებამდე აყვარებთ და ასწავლით მათ ჩვენს მართლა ძველ დიდ საგანძურს, ჩვენ ძველ ქართულ ლიტერატურას. დიახ, ქალბატონ დიანა, თქვენ
დიდი ხნის წინ მასწავლიდით და მას შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც მე ქართულ გამოცემებში როგორც ვახერხებდი, ეს იყო ჩვენი მწერლობა, ახალი ეპოქა, კვირისპალიტრა, პერიოდულად თანამშრომლობდი როგორც ავტორი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აი სხვა თემატიკა არც ყოფილა, ძირითადად ეს იყო. ასე ვიტყვი ხოლმე ხატოვნა და ენა და რწმენა. მისი შინაარსი ეს იყო და თითქმის ვცდილობდი რომ არ გადამეხვია და რაღაც ამ ხრივ გამეკეთებინა. დღესაც რამდენადაც ვახერხებ ამას ღვთის წყალობით და მადლობა უფალს თუ კი რაღაცას ვახერხებ. ქალაქ დუშეთის სახელოვნებო სკოლაში ვასწავლი ბავშვებს. ძალიან კარგი ბავშვები ვყავს და მინდა დიდი მოკითხვა და სიყვარული აქედან თქვენი ეთერიდან. მოვიკითხოთ აუცილებლად და ძალიან გაუმართლად ისეთი პედაგოგი ყავთ, მაგრამ თქვენი ქებაც ძვირფასია, როგორც ჩანს. და მე მინდა რომ მათ უსურო ის რომ არასოდეს დაეკარგოთ თავიანთი სიყვარული იმ ენისა, რასაც ახლა ვცდილობთ რომ გავუღვიოთ. ასევე მე თანამშრომლობ წილკნისა და დუშეთის ეპარქიის ყოველთვიურ გამოცემაში გაზეთ ფუძნარში გვაქვს ასეთი საინტერესო გამოცემა მიტროპოლიტ ზოსიმეს ლოცვა კურთხევით გამოდის და ეს დღეს თუკი რამ თუკი ვინმე ემსახურება აი ამ ქართულ სიტყვას სულიერებას მართალღირებულებებს ეს ფუძნარიც ემსახურება და სახელმწიფოებრივად ძირფასია ეს უძველესი ტაძრის სახელი აქვს მას ფუძნარის და მე მადლობას ვწირავ ღმერთს რომ მიწევს მის ფურცლებზე რაღაცის თუნდაც მცირეოდენის შექმნა. ნუ ასევე გამოდის დუშეთში საინფორმაციო ბიულეტენი დანიშნულებით, მაგრამ მაინც ჩვენი და ადგილობრივი და ძვირფასი არის ჩვენთვის დუშეთის მაცნე, სადაც ვცდილობთ გარდა იმ ოფიციალური მასალებისა, გავათბოთ გაზეთი, გამოცემა და რაღაც ისეთი დავტოვოთ, რაც შემდეგაც წლების შემდეგაც ღირებული იქნება, ფასეული იქნება. სოციალური საქმეა, რეგიონული გამოცემები აუცილებელია. სოციალური ქსელი ჩემთვის ფაქტობრივად იმისთვის არსებობს, რომ პერიოდულად თუნდაც მცირეოდენი რაღაც რაზედაც მიფიქრია, რაც გამომიკვლევია, რაღაც შემისწავლია, ის განვათავსო ხოლმე და ვაღიაროთ თუნდა რომ სოციალური მაქსელმა მოიცვა ქვეყანა. ძალიან საინტერესო გვერდი გაქვთ. მიხეილ, ძალიან საინტერესო გვერდი გაქვთ, ასე რომ აი სწორედ გამართლება სოციალური ქსელის თუ არსებობს, ასეთი შემეცდებითი გვერდი გააჩნია ვისია და ავტორი ვინ არის და რას ემსახურება. ეს ერთი დასტურია იმისა, რომ დიდი საჩუქარიც არის 21 საუკუნისა. თუ მას ჩვენ მიზნობრივად გამოვიყენებთ და თქვენ ამას აკეთებთ. ჭონქაძეები და მათი ურთიერთობა სამეფო კართან. თქვენ ამის შესახებ ძალიან საინტერესოდ წერდით და მინდა რომ ჩვენს მაყურებელსაც ორი სიტყვით ეს სისტემა, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებული სიამოვნებით ეხები ხოლმე, რადგანაც ფესვებს ეხება საქმე, ჩვენს გვარს ეხება და ბევრი რამ მეც არ ვიცოდი და აი, როდესაც უკვე საარქივო მასალებს გავეცანი, აი ამ დოკუმენტებს გავეცანი, ამ წიგნზე მუშაობამ ისიც ყველაზე კარგი ალბათ, რაც შემწინ ეს იყო, რომ ღრმად ჩამახედა ჩემს ფესვებში და ჩემს წინაპრებს შემახვედრა უხილავად. გიორგი ლევენძის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული არის წეღანაც მოგახსენეთ არქივი, რომელსაც პირობითად ჭონქაძეების არქივს ეძახიან და აი აქ ისტორიული საბუთები გვხვდება მე-17-18 საუკუნიდან და აი მაგალითად მე-18 საუკუნეში პირველად იხსენიება უკვე ეს გვარი და სოფელ ყვავილში მსახლობელი მღვდელი ვასილი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, 7 ვაჟი, შესაძლოა ვაჟია მხოლოდ მოხსენიებული და ქალი არ არის. ბატონიშვილები მირიან ფარნაოს და ვახტანგ ალმასხან ბატონიშვილები, ერეკლე მეორის ძეები, წყალობის სიგელს უბოძებენ მათ და ამ წყალობის სიგელი მოიცავს მიწებს და აღიარებას იმისას, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან სამეფო კარისთვის. აი ასეთი ფრაზებია უმეტესად გაგვითხარხნები ხართ და გაგვიაზატები ხართ. გიბედნიეროს ღმერთმა ჩვენგან მოცემული წყალობა და მამულიო და ისინი მას მერე უკვე იწოდებიან სამეფო ყმებად, სახასო ყმებად და ის მიწებიც, თუნდაც ის დანიელის მშობლიური მიწა, აი ჩვენი სოფლის გარშემო საუკეთესო მიწა რაც არის, ის სწორედ ჭონქაძის გვარეულობას ეკუთვნოდა და ამას მოგვიანებით იაკობ გოგებაშვილიც დაადასტურებს 1904 წელს
ცნობის ფურცელში წერს იაკობ გოგებაშვილი, რომ დანიელის გვარეულებას ჰქონდა მიღებული სამეფო კარისგან მიწები იმის გამო, რომ ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ ბატონიშვილებსო, როგორც მოძღვარნიო, ასეთ სამსახურს უწევდნენო. და შეიძლება თქვათ თამამად, რომ აი ეს მიმოწერა ბევრ რამეზე მეტყველებს. არა მხოლოდ გვარის ღირსებაზე, არა მხოლოდ მათ დანიშნულებაზე, იმაზედაც, რომ სასულიერონი ყოფილან და არ უღალატიათ აი ხაზისთვის, დანიელის მამაც და ბიძებიც სასულიერო პირები იყვნენ და ეს ჩემთვის იყო ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ამას ვეცნობოდი, როდესაც ამას ვკითხულობდი და აი ერთი ფაქტიც მინდა უთხრა ჩვენს ტელემაყურებელს. როდესაც ვახტანგ ალმასხან ბატონიშვილი საქართველოს სამეფოს გაუქმების შემდეგ გადაასახლეს რუსეთში, ის არ წყვეტს მიმოწერას თავის მოძღვართან მღვდელ შიო ჭონქაძესთან, ეს არის დანიელის პაპა და გზავნის წერილებს და საოცარი წერილებია ესენი თავის მოძღვართან. ასე რომ ეს ურთიერთობა რეალურად იყო და ჭონქაძები წოდებოდნენ სამეფო ყმებად დანიელის წინაპრები. ჩემი უშუალო წინაპარიც მახარა ჭონქაძეს იყო მისი ოჯახიდან, მისი ოჯახის წევრი, კერძოდ პაპის ძმა. აი იმ 7 შვილს შორის ხარ მოვალე. ამდენი გეზრუნა, შენი დიდი წინაპრის ხსოვნის აღსადგენად. მახარებს ის ფაქტი, რომ შემორჩენილი არის და ყოველთვის გიორგი ლეონიძეს მადლობა მის გამო, ეს არქივი გადაარჩინა. ბევრი რამის გამო და ამის გამოც. ჩემო მიხეილ, ახლა ხან ტაო-კლარჯეთი მოიარეთ და გამგზავრების წინ საოცარი რამ გითხარით. პირველად ვტოვებ საქართველოს, რომ საქართველო ვნახო. რამდენად გამართდა თქვენი მოლოდინი? რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც მინდა რომ ალბათ ონდიანა შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ცხოვრება ორად გაიყო. ეს იყო ტაო-კლარჯეთის ნახვამდე და ტაო-კლარჯეთის ნახვის შემდეგ. საოცარი სამი დღე, სევდა სიხარული, სიამაყე ერთდროულად ასე არასოდეს განმიცდია. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენს მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევისთვის და მამა დავით დეკანოს, მამა დავით ოქრუაშვილს თაოსნობისთვის სამსაქმისა. ადგილობრივი მორწმუნეები წავედით, 3 დღეს ვიმოგზაურეთ, ერთი დაახლოებით 10 შესანიშნავი დაძარი მოვილოცეთ და დავბრუნდით საქართველოში. ფაქტობრივად პირველად დავტოვე მეთქი საქართველო იმისთვის, რომ საქართველო მენახა, ასეც მოხდა და რა არის ტაო-კლარჯეთი. ახლა მადლობა ღმერთს, რომ ბევრმა იცის უკვე და ბევრი მოგზაურობს იქ და დღეს ეს პრობლემა არ არის, რომ ისინი მოილოცონ. ძალიან კარგია ეს შესაძლებლობა. ეს არის შემიძლია ვთქვა, რომ ტაო-კლარჯეთში ძველ ქართული ტკივილი ფეთქავს, ძველ ქართული დიდებადად ტკივილი ფეთქავს და აი აქ ხედავ ვინ იყავი შენ მერვე მე-9 მე-10 საუკუნეში, რა შეგძლებია. ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურა, ეს არ არის მხოლოდ ეს გარეგნული დიდება, ეს არის სულიერება, უხილავი უფრო დიდი იგრძნობა, იცით? როდესაც ხანძთის მონასტერს მიახლებით, გაუყვებით იმ ურთულეს გზას, სადაც გრიგოლ ხანძთელი მიაბიჯებდა მის მადლიან ნაფეხურებს და მიადგებით ამ ხანძთის შესანიშნავ ტაძარს, გულია გადმოვარდნას გაქვს გული და იქ ცამდე აწევა, აი ზეცას უყივის გული და სული ისეთი დიდება და სევდაც რა თქმა უნდა გეუქმება, რომ ეს ჩვენ შევძელით და ეს ფესვი, ეს სისხლი ყივის ჩვენში. ტაო-კლარჯეთი ეს არის ჩვენთვის ერთდროულად დიდებაც და სევდა და ტკივილიც. დიდებულად წერდით ჯერ კიდევ სტუდენტი. თქვენი მჟამიდელი ესეები დღემდე ჩემს არქივშია. არც ახლა ღალატობთ მუზა. ტაო-კლარჯეთის ემოციაც გადამდებ განცდად ამეტყველდა თქვენს Facebook გვერდზე. ძალიან მინდა რომ ჩემს მაყურებელს წაუკითხო, ვრცელი არ არის. პირველად დატოვებული და პირველად ნანახი საქართველო. ეს ტაო-კლარჯეთია, ჩემი სამშობლოს მზე და მწუხრი. და ახლა როცა წმინდა გრიგოლ ხანძთელის მადლიან ნაფეხურებს მიუყვებით, ჯერ აზეციდან ერთიან საქართველოს ლოცავენ მამაი გრიგოლ და მოწაფენი მისნი. ენა დუმს და გული უყივის სივრცეებს, ნატაძრალებთან მუხლი თავისთავად მოიყრება და ყველა გაკვეთილი გამიცოცხლდება, რომელზედაც ბავშვებთან ჰაგიოგრაფიის ამ შედევრზე ვისაუბრია.
რა იქნება ხვალ ერთს უკვე ვგრძნობ ჩემი ცხოვრება როგორც ახლა ბრძანეთ ორ დიდ ნაწილად გაიყოფა ტაოკლარჯეთამდე და ტაოკლარჯეთის მერე და ისიც ვიცი რომ პირველს სევდის მონატრება დაერქმევა მეორეს მონატრების სევდა ენა დუმს და გული ზეცად ებჯინება სივრცეებს საზღვროებას ვინ შებედავს საზღვარი გავსო ჩემო მიხეილ არ შემიძლია არ ვკითხო როდისთვის ველოდოთ ესეების თქვენს შესანიშნავ კრებულს რომელმაც უთუოდ უნდა იხილოს დღის სინათლე უპირველესად მაპატიეს რაღაც მენტორული ტონი მაგრამ მე მგონი მოვალე ვარ რომ მაინც მინდა რომ ადლიერებით დავიწყოთ თქვენ ამის მოლოდინი გაქვთ და ძალიან დიდი მადლობა ვისაც ამის მოლოდინი აქვს ჩემი არქივიდან გათხოვებ იმ შენს სტუდენტობის დროინდელ ესეებს დასტურად იმისა რომ ეს აუცილებელია ეს სიმართლე გითხრათ არ ტყუილი იქნება რომ არ მიფიქრია მეთქი ამაზე ნამდვილად მიფიქრია თუმცა ახლა სერიოზული ნაბიჯები ჯერ არ გადამიდგა საამისოდ რომ რაცა ფორმა და რაღაც სახე მიმეცა მისთვის სოციალური ქსელი მადლობ სოციალურ ქსელს ამისთვის რომ მეძლევა ხოლმე რომ საშუალებაც უნდა მცირედ რაღაცა აი მსგავსი და შემდეგ ეს არქივად იქცევა იცით არქივად და იძლევა იმის საშუალებას რომ ფორმა მოუძებნოთ თუ კი ეს საჭირო გახდება სურვილი ცოცხლობს არის ეს ჩემში რომ რაღაცას თავი დავადგა მოუყარო თუმცა არ ვიქნები ახლა გულწრფელი რომ თქვა რომ უკვე ისია საქმე რომ ციგნი ფაქტობრივად წარმოადგენილი მაქვს მეთქი ან მასზე უმუშაო თუმცა მე მგონი მეტი არაფერი ასე რომ კიდე ერთხელ თუ დამიჯერებ ძალიან გავიხარებ ჩემო კარგო ბევრ ფრონტზე იბრძვი ჩემო მიხეილ და ყველგან წარმატებით უმთავრესი მაინც თქვენი უმშვენიერესი ოჯახი მგონია დიდებული ოჯახის შვილი ახლა თავად ბრძანდებით არანაკლებად დიდებული და 3 შვილის მამა რა პასუხისგებლობა ეს ჩვენი უმდიდრესი ტრადიციების სამშობლოში სწორედად ოჯახური კერის ტრადიციების ოჯახის სიწმინდის ტრადიციების სამშობლოში რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის ქალბატონო დიანა და მე მინდა ვიცი რომ ძალიან ძვირფასია შენთვის და დიახ მე მინდა მაინც ვისაუბრო იმაზე თუ ოჯახი ეს არის ის რასაც პირდაპირ უკავშირდება ყველაფერი რაც ადამიანად ყოფნას რაც ქართველად ყოფნას მოიაზრებს და თუ კი ოჯახი აღარ იქნება ოჯახი მაშინ ჩათვალეთ რომ აღარაფერი არ იქნება სიწმინდეც ტრადიციად ძალაც ტკივილიც მარცხიც და დიდებაც ეს ყველაფერი ოჯახშია და ეს არის ის რაც არ დაითმობა როგორც ენა მამული და სარწმუნოება არ დაითმობა ისე არ შეიძლება ამ ოჯახის სიწმინდის ოჯახის ღირებულებების დათმობა მე მახსენდება ხოლმე მწერლის ფრაზა ქრისტეს არ ქონია ოჯახი მაგრამ ის თვითონ იყო ყველასთვის ოჯახი და რაღაცა ჩემი წარმოდგენით ქალბატონო და ჩემი ღმერთწმენით ოჯახი ეს უნდა იყოს მცირე ეკლესია რა თქმა მცირე ეკლესია რადგანაც აი ჩვენი სარწმუნოება ჩვენი ქრისტიანობა ტრადიცია ინახავს იმას რომ ოჯახი ყოველთვის ყოფილიყო მცირე ეკლესია სახე დიდი ეკლესიისა სხვაგვარად იქნება ყველაფერი დანგრეული და ყველაფერი დასრულებული და ჩვენ როდესაც ვეცნობით მაგალითად ბიბლიურ ისტორიას ძველ აღთქმას იქ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახის სიწმინდეს აი ამ ძველ მამამთავრებს რომელსაც შესანიშნავი ოჯახები ჰყავთ და ისინი მზად არიან რომ ბევრი გააკეთონ მათთვის ყველაფერი იცვლის ფერს და ზნეს ყველაფერი ვითარდება მოგეხსენებათ მაგრამ თუ რამ არ უნდა შეიცვალოს თუ რამ მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ და უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს ჩემი ღმერთწმენით ეს არის ქართული ოჯახი რადგანაც აქ იბადება აქ იზრდება ის რასაც ხვალდაზე საქართველოს დაერქმევა ქვეყნის მომავალი რასაც ქვია გიშველი ამდენად ოჯახი ეს არის რასაც ვერ შეეხება ვერანაირი ქარტეხილი თუ კი დაიცავს ადამიანი თავის
ქრისტიანულ მორალს, თუ კი დაიცავს ტრადიციების სიწმინდეს, ეს ყველაფერი იქნება თავის ადგილზე. Ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მომავალია. ძლიერი ოჯახი ეს არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ მომდევნო ეპოქებს მივესალმებით. გიშველით ღმერთი. გამორჩეულად წარმატებული სწავლისა და ზოგადად აქტიურობის პარალელურად თბილისიდან დუშეთში ფუტკრის რამდენიმე ოჯახს სკას უვლიდით ჯერ კიდევ მეორე თუ მესამე კურსის სტუდენტი და ჩემი აღფრთოვანება იმითაც იყო განპირობებული, რომ როგორც ზოგადად ყველაფერს ამასაც შემოქმედებითად მეცაც ვიტყვი ფილოსოფიურად უყურებდით. ისეთ საოცარ რაღაცებს გვეუბნებოდით ამ ღვთიურ არსებაზე, რომ ჩვენ მე თქვენს პედაგოგსა და თქვენივე თანაკურსელებს უკვე გვეუხერხულებოდა, რომ წერი გვეწოდებინათ ღმერთო მაბატიე, ხო ამ საოცარი არსებისთვის. ხომ არ მეჩვენება, რომ თქვენი მართლაც ფუტკრული დამოკიდებულება საქმისადმი, ცხოვრებისადმი, თქვენი საკეთებლისადმი იმათი გავლენაც არის ერთგვარი მათთან ურთიერთობის გამოცდილების გამოძახილი ამ საოცარი ქმნილებისა, ღვთის ქმნილებისა. ალბათ ონდინა თქვენ ძალიან ხატოვნად თქვით ეს ყველაფერი და აქ შენ ისე მოიტანე ჩვენამდე ეს ურთიერთობა მაშინ რომ განწყობას და სურვილს უფრო ხედავ ამაში ვიდრე ეს მიუსწავდა გოჩეს მოგძალებულ საქმიანობას. ნამდვილად ასე იყო მაშინ დაბლობას ვაფასებ, მაგრამ ფაქტია. კი ბატონო. თორმეტი მადლობა. მაშინ გახდით სტუდენტობის დროს ალბათ 17-18 წლის და ჩვენს ოჯახში ყოველთვის ტრადიცია იყო მეფუტკრეობისა. პაპა ყოველთვის გარდა თავის ძირითადი საქმიანობისა, პედაგოგობისა, ყოველთვის უვლიდა ხოლმე ფუტკარს და გვაყვარებდა რამდენადაც ახერხებდა ამას და მე გამორჩეულად მიყვარდა. ერთხანს მარტომაც ვცადე ამის გაკეთება, შემდეგაც რამდენიმე წელს, როდესაც უკვე აღარ იყო ამ ქვეყანაზე პაპა, მაგას ვახერხებდი, მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ამას ვეღარ მივხედე. აი იმ გულისწყობებს შორის, მცირე გულისწყობებს შორის, რაც კი მქონია, ერთ-ერთი ესაც არის, რომ ამ საქმეს ვეღარ მივხედე და თუმცა დიდი სურვილი მაქვს, რომ და იმედიც რომ მოვა ის დრო, როდესაც ამას ისევ მიუბრუნდები, თუნდაც ისევ აი ოჯახურად, თუნდაც ინტერესისთვის, სიყვარულისთვის და ამას ზოგადად საოცარი სფეროა და ფუტკრისგან ბევრ რამეს ისწავლის. სამყარო ის რაც მოგქონდა იქედან შენ. მე მახსოვს თქვენ მაშინ მოგეწონათ ჩემი ერთი ფრაზა. როდესაც თქვი რომ გაგიბეხსიერება გახიხეილ ძალიან მახარებს. როდესაც თქვი რომ თუ დავწერე რომ მის დიდებულებას ფუტკარს აუცილებლად მზიან დღეს და კარგი განწყობით უნდა მიაყენოთ და ეს ფრაზა თქვენმე აღარ დამავიწყეთ. მახსოვს ყოველთვის მეორებდით ხოლმე რომ აი ეს თქვენმა თანაკურსელმა სტატიაც გამოაქვეყნა დილის გაზეთში. ჩვენ სადაც ჩვენ ძალიან საინტერესო თავგადასავალი ქონდა დილის გაზეთთან მიმართებაში, მინდა რომ ეს გავიხსენოთ. დიახ, საოცარი წლები იყო. ეს იყო დაახლოებით 2002-2006 წლები ჩვენ მაშინ უნივერსიტეტში ვდუღდით და ახალგაზრდული ემოციები მოდიოდა, გვეგონა რომ ჩვენი დაიწყებოდა ჟურნალისტიკა და ჩვენ თებს დავძრავდით და ამისოდაც ალბათ ამისი აუცილებლობაც რაღაც დონეზე ყოველთვის არის და მაშინ სოციალური ქსელი არ იყო ჩვენთან ხელმისაწვდომი და ეს გაზეთები იყო და ტელევიზია დიახ მაშინ არ იყო და ეს იყო ერთადერთი საშუალება საიმისოდ ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი საშუალება საიმისოდ რომ ჩვენი თავი გვეპოვნა და მაშინ გამოდიოდა ასეთი გაზეთი დილის გაზეთი ქალბატონი მანანა ხელმძღვანელობდა და რომელმაც მანანა კარტოს ეს დიდი სიყვარულით მიგვიღო ჩაგვახედა საერედაქციო საქმიანობაში და თქვენ გაიხსენეთ საუბრისას ქალბატონო დიანა რომ მახსოვს არ დამავიწყდება ის დღე თოვაში რომ მივდიოდით მთელი კურსი. ფეხით წავედით მაკიდან მაშინდელ პლეხა მარჯანიშვილზე და რამხიარული გზა გქონდა ფარდნი და ულამაზესი ეს იყო თოვჭყაპი და ჩვენ მთელი ჯგუფი და მე ვიყავი თქვენი ტოლი მაშინ. მე მკითხე რა ტკბილად მიხსენებ. და ის საერედაქციო მუშაობა ის რაც სჭირდებოდა მაშინ მომავალ ჟურნალისტს იმას ვინც აპირებდა რომ სიტყვა შემმოდა და ეს სიმართლეს იკეთით იქ უნდა დაგვენახა ალბათ ის პირველი ნაბიჯები იდგმებოდა მაშინ
მე მახსოვს თქვენთან ერთად კოპაგურულთან სტუმრობა. უი რა კარგი გამახსენეთ. კოპაგურულს სახელოსნოში ვესტუმრეთ. აი საოცარი საუბრები აცხონოს ღმერთმა და ჩვენ ერთად სამშაბათობით ქონდა ხოლმე ქალბატონ დიანას ლექცია და სიყვარულის ლექციას შეძახდით და იყო ესეთი თბილი, კარგად გასახსენებელი. მე მგონია რომ სტუდენტმა იმით მეტი შეიძლება მიიღოს ვიდრე მხოლოდ თეორიით და მხოლოდ წიგნით. ეს შეუძლებელია, მაგრამ ურთიერთობა, აი ეს ხალისი რაც იყო და საუკეთესო ჯგუფი ჩვენი რაღაც ესეთი გამონათებასავით იყო ხოლმე ჯგუფი, ყველა ერთმანეთზე კარგი, ყველა საუკეთესო და ჩვენ გაგვიმართლა ძვირფას პროფესორ მასწავლებლებშიც და ბატონი ნოდარ რომ არ ვახსენოთ, არაფერ არ შეიძლება, ეს იყო ჩვენი ის ადამიანი ჩვენთვის, რომელიც გვაერთიანებდა და გვაერთიანებს დღესაც და ეს ჩვენ ამ მადლთან თანაზიარნი ვიყავით. მადლობა ღმერთს ამისთვის, მადლობა თქვენ მრავალი წლის შემდეგ. მადლობა თქვენ იმ ზიანი წლებისთვის ერთად რომ გავატარეთ უნივერსიტეტში. დიდი მადლობა ჩემო კარგო, დიდი მადლობა. მინდა კიდევ უფრო დიდი წარმატებები, მწვანე შუქი და უფლის წყალობა გისურვო მთელი ცხოვრება წინ ახალგაზრდა ბრძანდებით. დიდი მადლობა დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობის, საინტერესო, ძალიან სასიამოვნო საუბრისა და ამ დიდი საქმისთვის, რასაც ქვია ჩვენი დანიელ ჭონქაძის შენი დიდი წინაპრის სახელის კვლავ დაბრუნება ქართულ რეალობაში, ქართული საზოგადოების, ქართული ახალგაზრდობის, თორემ ხა ჩვენმა თაობამ, თქვენმა თაობამ, ჩვენი რასურამის ციხე, ჩვენი სიამაყე იყო, არის და იქნება და მომავალ თაობებს რომ ეს წიგნი თქვენ რომ არ ყოფილიყო მოთხოვნილება, რაღაც 3 წლის 23-ში გამოვიდა. პირველი გამოცემა იყო 2023-ში და უკვე მეორე გამოცემის საჭიროება. მაგრამ ისიც თქვა ვისარგებლებ შემთხვევით ქალბატონი, რომ მეორე გამოცემა ეს გამოსცა დუშეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კულტურულ საგამოთვალო ცენტრმა და უახლოეს დღეებში, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება მისი წარდგინება, მოსახლეობამდე მიტანა, საგამოფენო დაბეჭდეს კიდევ ფოტოები ამ ღონისძიებისთვის. ძალიან კარგი საქმე გააკეთეს და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ეს ამ საქმეს გული და შეგიწყოთ ხელი, უერთდებით და სურვილები შეაგება და დახმარება. ქართული ტელევიზია უერთდება მადლობას, წინასწარ გილოცავთ წარდგინებას და გზას გილოცავთ ყველა დიდი და კარგი საქმისთვის. ჩვენი ქართული ტელევიზია, რომელიც თქვენ კარგად იცით და მინდა რომ აყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, არის დიდი ქართველების, ლეგენდარული ქართველების, მერა ბერძენიშვილის, ანზორ ერქომაიშვილის, რეზო ჯაფარიძის დაარსებული და ანდერძად დაგვიტოვეს. ეს ტელევიზია უნდა იყოს ეროვნული და მართალი. და ეს ეროვნული და მართალი ტელევიზია ყოველთვის იქნება ეროვნული და მართალი საქმის გვერდით, თქვენს გვერდით, ჩემო მიხეილ და თქვენაირი მამულიშვილების გვერდით. შეგვაძლევინოს ღმერთი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ჩემო ძვირფასო, ერთგულო მაყურებელო.